იმანუელ კანტი და დეივიდ ჰიუმი. მორალის შესახებ. იმანუელ კანტისა და დეივიდ ჰიუმის ინტელექტუალური კავშირი დიდი ხანია ფილოსოფიური ინტერესის ცენტრშია. კანტი ჰიუმს უმადლოდა დოგმატური ძილისაგან გამოფხიზლებას, ხოლო თავის ფუნდამენტურ ნაშრომს წმინდა გონების კრიტიკა ჰიუმისეული პრობლემის მაქსიმალურად გაფართოებულ გადაჭრად მიიჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევართა ყურადღება ძირითადად მათ მეტაფიზიკურ და ეპისტემოლოგიურ ხედვებზეა მიპყრობილი, თომას ნაგელი აღნიშნავს, რომ თანამედროვე მორალურ ფილოსოფიაშიც კვლავინდებურად დომინირებს ამ ორ გიგანტს შორის არსებული უთანხმოება. შესაბამისად, ამ ორ მოაზროვნის შედარება საუკეთესო გზაა მორალური ფილოსოფიის მიმართ ორი ყველაზე გავლენიანი მიდგომის გასაანალიზებლად და მე-18 საუკუნის ეთიკური აზროვნების კონტექსტის დასანახად. ფუნდამენტური სხვაობების მიუხედავად, კანტი და ჰიუმი მორალის რამდენიმე ცენტრალურ დაშვებას იზიარებენ. მეტიც, კანტზე პირდაპირ გავლენა მოახდინა სენტიმენტალისტურმა ტრადიციამ, განსაკუთრებით ფრენსის ჰაჩესონის ხედვებმა. ეს გავლენა ყველაზე მკაფიო კანტის ადრეულ შემოქმედებაში იყო. თუმცა, მისი კვალი იმის შემდეგაც შენარჩუნდა, რაც თავად კანტმა ამ ტრადიციასთან საბოლოოდ და რადიკალურად შეწყვიტა ურთიერთობა. ამ ჩანაწერში ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე საკვანძო საკითხზე. ინტელექტუალური გავლენა, კრიტიკული რეაგირება, ნაყოფიერი შეპირისპირება ამ ორი მოაზროვნის. აშკარაა, როცა ვსაუბრობთ ინტელექტუალურ გავლენაზე, ჰიუმის სენტიმენტალიზმის კვალი კანტის ფილოსოფიაში. კრიტიკული რეაგირება. კანტი პირდაპირ პასუხობს ან რეაგირებს ჰიუმის გამოწვევებზე. ნაყოფიერი შეპირისპირება. მათი პოზიციების შეჯახება დღემდე ბადებს მნიშვნელოვან აკადემიურ დისკუსიას. მორალური ფილოსოფია და მისი საგანი. ჰიუმი და კანტი მორალის განსხვავებული კონცეფციებით ოპერირებენ, რაც მათ ფილოსოფიურ მიდგომებს შორის არსებულ ბევრ სხვაობას ხსნის. მთავარი გარდატეხის ხაზი ვალდებულების ცნებას უკავშირდება. კანტისათვის კანონი, მოვალეობა და ვალდებულება მორალის გულის გულია. ჰიუმისთვის კი არა. ვალდებულება მორალურ სისტემაში. კანტისეული ხედვა ემთხვევა იმას, რასაც ბერნარდ უილიამსი მორალურ სისტემას უწოდებს. აქ მორალი განისაზღვრება როგორც ვალდებულების უპირობოდ მბოჭავი და გარდაუვალი ფორმა. კანტის პოზიცია. ჩვენს მორალურ აზროვნებაში დომინირებს კითხვა, რა მოვალეობებს გვაკისრებს კანონი, რომელიც უნიკალური მორალური აუცილებლობებით გვებრძანება. თუმცა, ისიც ეძებს პასუხს კითხვაზე, როგორ შეიძლება ვიყოთ უფრო კეთილშობილები, სათნოები. სათნოებას მაინც კანონისა და მოვალეობის უფრო ფუნდამენტური ცნებებით განმარტავს. ჰიუმის პოზიცია. ეს ცნებები მის სისტემაშიც არსებობს, მაგრამ მეორეხარისხოვანია. ჰიუმისათვის ცენტრალურია პიროვნული ღირსების personal merit, უფრო ფართო გაგება. აქ მთავარი კითხვაა, რომელი მოტივებია სათნო. და ამას ვადგენთ გარშემოყოფთა რეაქციების მიხედვით, მათზე დაკვირვებით. გარშემოყოფები, რომლებიც იწონებენ იმ თვისებებს, რომლებიც სასარგებლო ან უშუალოდ სასიამოვნოა. ჰიუმისათვის სწორედ ეს პრაქტიკული ტერმინები აყალიბებს მოვალეობას და არა პირიქით. მორალურის გამიჯვნა არამორალურისაგან. საზღვრების მკაფიობა. იმანუელ კანტს მიაჩნია, რომ არსებობს კაცრი ზღვარი მორალურ და არამორალურ ფენომენებს შორის. წინდა ხედულება, პოლიტიკა, ესთეტიკა და ასე შემდეგ. დეივიდ ჰიუმს მიაჩნია, რომ ზღვარი ბუნდოვანია, მორალურ მსჯელობას ხშირად აიგივებს გემოვნებასთან ან სილამაზის აღქმასთან. იმანუელ კანტს მიაჩნია, რომ მორალის ნორმატიული სტანდარტები პრინციპულად განსხვავდება სხვა უნარებისაგან. ჰიუმი კი ეწინააღმდეგება მორალური სათნოებების გამიჯვნას სხვა თვისებებისაგან, მაგალითად, ახვილი გონება ან ფიზიკური სილამაზე. კანტს მიაჩნია, რომ მორალური კანონი აგენტის წმინდა გონიერ ნებაშია დაფუძნებული. ხოლო ჰიუმის აზრით, კაცრ გამიჯვნას თანმიმდევრობის გაკლოვანება და ქრისტიანული არაჯანსაღი აკვიატება უდგას წინ. ქრისტიანობის არაჯანსაღ აკვიატებად ჰიუმს მაგალითად მოყავს დანაშაულის გრძნობა.
მორალის სტატუსი და ადამიანის ღირსება. კანტისათვის მორალი სხვა ასპექტებზე მაღლა დგას. თავად მორალს და გონიერ არსებას გააჩნიათ უნიკალური სტატუსი, ღირსება, რომელიც მისი ავტონომიური ნებიდან მომდინარეობს. კანტის პატივისცემის კონცეფცია. მორალურ სფეროში ჩვენ საკუთარ თავს მივიჩნევთ პიროვნებებად, რომლებიც მაღლა დგანან უბრალო საგნებზე, ცხოველებზე, მანქანებზე. ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ სტატუსის დაცვა და გონივრული ავტონომიის პატივისცემაა. საკუთარი თავის ან სხვების მხოლოდ საგნად გამოყენება პიროვნების შეურაცხყოფაა, ამიტომ მიიჩნევს კანტი, რომ ადამიანი საკუთარ თავს სიბრალულისა და არარაობის ობიექტად აქცევს, როცა ტყუის ან სხვების წინაშე ქედს იხრის. ჰიუმის მიწაზე დაშვებული ხედვა ასეთია. მორალი არ არის წმინდა ან ამაღლებული. ის მჭიდროდ უკავშირდება ცხოვრების დანარჩენ ნაწილს, პოლიტიკას, კომერციას, სიმდიდრისა და სტატუსის ძიებას. სათნოება სასიამოვნოა, მაგრამ ის არ მოითხოვს მოწიწების რაიმე უნიკალურ ფორმას. მორალის წესები აღმოცენდება იმავე მიდრეკილებებისა და ვნებებისაგან, რომლებიც წარმართავენ ადამიანის ნებისმიერ სხვა ქცევას. მორალი ჩვენგან არა მოწიწებას, არამედ სიამოვნებისა და სარგებლიანობის ხელშეწყობას მოითხოვს. მორალის საფუძველი ავტონომია ადამიანის ბუნების საპირისპიროდ. ორივე ფილოსოფოსი თანხმდება, რომ მორალის საფუძველი არც რელიგიაშია და არც გონებისაგან დამოუკიდებელ ობიექტურ ფაქტებში. თუმცა, მათი გზები აქაც იყოფა. ჰიუმი მორალის საფუძველს ათავსებს ადამიანის ბუნებაში, კონკრეტულად ჩვენს ემოციურ რეაქციებში, სხვების ქცევებზე. კანტი საფუძველს პოულობს გონიერ ბუნებაში, რომელსაც ყველა სასრულ გონიერ არსებასთან ვიზიარებთ. ეს საფუძველი მდგომარეობს ნების ავტონომიაში. ნების თვისებაში თავად იყოს საკუთარი თავის კანონი. ავტონომიური ნება თვითკანონმდებელი და თვითშემზღუდველია. მისი წყარო გრძნობებში კი არა, წმინდა გონიერ ნებაშია, რასაც კანტი ნამდვილ მეს უწოდებს. ამის საპირისპიროდ ჰეტერონომიული ნება გარეშე ძალის ან ავტორიტეტის მიერ იმართება. ემპირიული და აპრიული მიდგომები ორსრულიად განსხვავებულ მეთოდოლოგიურ კატეგორიებად იყოფა. ჰიუმის ემპირიული მიდგომა არის მეთოდი, ნატურალისტური და ექსპერიმენტული, ეთიკა, ფსიქოლოგიასთან, ისტორიასა და პოლიტიკასთან ერთად მისი მორალის მეცნიერების ნაწილია. იგი მორალს ხსნის როგორც ბუნებრივ ფენომენს მიზეზ შედეგობრიობის ტერმინებით. ჰიუმი ხშირად ადარებს ადამიანს სხვა ცხოველებს და მორალის საფუძველებს გონების იმ თვისებებს უკავშირებს, რომლებიც მათ საერთო აქვთ. კანტის აპრიული მიდგომა მკაცრად მოითხოვს მორალის საფუძვლის აპრიორულ, ანუ გამოცდილებამდელ კვლევას. უზენაესი მორალური პრინციპის აღმოჩენა მხოლოდ წმინდა მორალური ფილოსოფიის მეთოდითაა შესაძლებელი. რატომ აპრიორი? მორალის ბრძანებები უპირობოა. ემპირიული მეთოდი გვეუბნება, თუ როგორ მოქმედებენ ადამიანები, მაგრამ ვერასდროს გვეტყვის, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. უზენაესი პრინციპის აღმოჩენის შემდეგაც კი, კანტის აზრით ადამიანს მაინც სჭირდება ადამიანის რეალური არსის გაგება ამ პრინციპის პრაქტიკაში გამოსაყენებლად. სწორედ ადამიანის ქმედისუნარიანობის ამ პრაქტიკულ ანალიზში განიცადა კანტმა ჰიუმისა და სენტიმენტალისტების უდიდესი გავლენა. კანტის დამოკიდებულება ჰიუმისა და ბრიტანული მორალური ფილოსოფიის მიმართ. ჰიუმმა გარდამტეხი როლი ითამაშა კანტის თეორიულ ფილოსოფიაში. თავად კანტი აღნიშნავდა, რომ წმინდა გონების კრიტიკა ფუნდამენტურად წარმოადგენდა პასუხს ჰიუმისეულ სკეპტიკურ მოძღვრებაზე. თუმცა მორალურ ფილოსოფიაში ეს გავლენა უფრო კომპლექსური და ევოლუციური იყო. კანტის ადრეული ეთიკა დიდ ვალს აჩვენებს ბრიტანული სენტიმენტალიზმის მორალური გრძნობების თეორიის მიმართ, რომელსაც ის უფრო მეტად ფრენსის ჰაჩინსონს უკავშირებდა, ვიდრე ჰიუმს. მოგვიანებით ჰიუმის იდეებმა მყარად გადაინაცვლა კანტის ანთროპოლოგიურ შრომებში, სადაც წყდებოდა მთავარი კითხვა, როგორ უნდა მიესადაგებინა აპრიორული მორალური რეალური ადამიანებისათვის. კარიერის ადრეულ ეტაპზე კანტი მხარს უჭერდა სენტიმენტალისტურ მიდგომას, რაც მის ორ საკვანძო ნაშრომში აისახა. პირველი 1764 წლის თარიღით დაკვირვებები მშვენიერისა და ამაღლებული გრძნობის შესახებ. კანტი მორალის პრინციპებს განმარტავდა როგორც არა სპეკულაციურ წესებს, არამედ იმ გრძნობის ცნობიერებას, რომელიც ცოცხლობს ყოველი ადამიანის გულში.
ამას ის უწოდებდა ადამიანის ბუნების მშვენიერებისა და ღირსების გრძნობას. მეორე წიგნი 1763 წლის კვლევა ბუნებრივი თეოლოგიისა და მორალური პრინციპების ცხადყოფის შესახებ. აქ კანტი ერთმანეთისაგან მიჯნავდა ჭეშმარიტების რეპრეზენტაციას, ინტელექტი და სიკეთის განცდას, გრძნობა. მისი აზრით, გონების ამოცანა იყო სიკეთის რთული ცნების ანალიზი და მისი ჩვენება, თუ როგორ წამოიშობა იგი სიკეთის მარტივი გრძნობებიდან. კანტის იმავე პერიოდის ლექციების ანონსები 1765-1766 წლებში პირდაპირ აცხადებდნენ მიზანს. განევითარებინა შაფსპერის, ჰაჩესონისა და ჰიუმის მცდელობები, რომელმაც ყველაზე შორს წაიწიეს მორალის პირველსაწყისი პრინციპების აღმოჩენაში. კრიტიკული გარდატეხა და ჰეტერონომიული თეორიების ტაქსონომია. 1760-იანი წლების მიწურულს კანტის პოზიცია რადიკალურად იცვლება. იგი მიდის დასკვნამდე, რომ გრძნობა ვერასდროს გახდება მორალური ვალდებულების საფუძველი, რადგან მორალი უპირობო მოთხოვნებს აწესებს, გრძნობები კი მერყევი და შემთხვევითია. თავისი ავტონომიის თეორიის საპირისპიროდ კანტმა შექმნა მცდარი, ჰეტერონომიული ან გარე ძალების მიერ მართული ეთიკური თეორიების კლასიფიკაცია. კანტმა ბრიტანული სენტიმენტალიზმი მიაკუთვნა სუბიექტურ, ემპირიულ და შინაგან კატეგორიას, რაც მისი აზრით მორალის უზენაეს პრინციპად ვერ გამოდგებოდა. მორალის მეტაფიზიკის საფუძვლებიდან მოყოლებული, კანტი აყალიბებს მკაცრ არგუმენტებს იმის შესახებ, თუ რატომ არის მორალური გრძნობა დეფექტური სტანდარტი, უნივერსალურობის დეფიციტი. მორალური კანონი ყველა გონიერ არსებას აუცილებლად და უპირობოდ ბოჭავს. ემპირიული პრინციპები კი ადამიანის ბუნების შემთხვევით კონტინგენტურ ასპექტებზეა დამოკიდებული. სუბიექტური ცვალებადობა. გრძნობები განსხვავდება ადამიანიდან ადამიანამდე. მორალი გრძნობაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, იგი ზოგიერთ ადამიანს, მაგალითად ბუნებით გულჩულ ადამიანებს, უფრო ძლიერად შებოჭავდა, ვიდრე სხვებს. მორალის თვითნებობის საფრთხე. გრძნობებზე დაყრდნობით მორალის შემთხვევითი ხდება. ღმერთს შეეძლო ჩვენი იმგვარად მოწყობა, რომ მანკიერებისაგან მიგვეღო მოწონების სასიამოვნო გრძნობა. მიუხედავად საფუძვლების უარყოფისა, შაფსპერის, ჰაჩესონისა და ჰიუმის კვალი კანტის გვიანდელ სისტემაში მაინც შენარჩუნდა. თუმცა სხვა სტატუსით, კანტმა აღიარა, რომ სენტიმენტალიზმი გვთავაზობს ბრწყინვალე ემპირიულ ახსნას იმისა, თუ როგორ გამსჯით რეალურად ქცევას. ნაცვლად მორალის კანონმდებლისა, გრძნობამ დაიკავა მორალის აღმსრულებლისა და სტიმულის ადგილი. მოლეობის მიმღებლობის სუბიექტური პირობები ასეთია. მორალის მეტაფიზიკაში კანტი ამტკიცებს, რომ მორალური გრძნობა, სინდისი, მოყვასის სიყვარული და საკუთარი თავის პატივისცემა დევს მორალის საფუძველში, როგორც მოლეობის ცნების მიმართ მიმღებლობის, რეცეფციულობის, ანუ აუცილებელი სუბიექტური პირობები. კანტი აქ განსხვავებს არაპირდაპირი მოლეობის ცნებას, რომ განვივითაროთ თანაგრძნობი, ბუნებრივი, ესთეტიკური გრძნობები, რადგან ეს თანაგრძნობა არის ერთ-ერთი იმპულსი, რომელიც ბუნებამ ჩაგვიდო იმის გასაკეთებლად, რასაც მხოლოდ მოვალეობის რეპრეზენტაცია ვერ შეძლებდა. საინტერესოა სადაა გონებისა და ემოციის ადგილი მორალში. კანტმა კარიერის განვითარებასთან ერთად რადიკალურად გადახედა ბრიტანელი სენტიმენტალისტების ხედვას. მისი მომწიფებული ნაშრომების ქვაკუთხედია იდეა, რომ მორალურ სფეროში უზენაესი ავტორიტეტი გონებაა და არა გრძნობა ან ემოცია. ეს მიდგომა ფუნდამენტურად უპირისპირდება ჰიუმის პოზიციას, რაც ყველაზე მკაფიოდ მათ მიერ მორალური მსჯელობისა და მოტივაციის ანალიზში ჩანს. ჰიუმი და კანტი სრულიად განსხვავებულად ხსნიან იმას, თუ როგორ გამოგვაქვს მორალური დასკვნები. დევიდ ჰიუმი საუბრობს გონიერ მაყურებელზე. ჰიუმისათვის მორალური უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე განისჯება. მორალური მსჯელობა არის კონკრეტული ხასიათის შტრიხის მიმართ სპეციფიკური გრძნობის, თქვათ მოწონების, სიყვარულის სიამაყე, ან დაწუნების, სიზულული, სირცხველი დაფიქსირება. გონების როლი. გონება საჭიროა მხოლოდ ფაქტების მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა და ქმედების სავარაუდო შედეგების დასადგენად. თუმცა, შტრიხს მორალურ ღირებულებას მხოლოდ მოწონების გონება ანიჭებს. ზოგადი თვალსაზრისი. იმისთვის, რომ გრძნობა იყოს მორალური და არა კერძო, მაგალითად მტრის მიმართ შური, ადამიანის საგნებს უნდა უყურებდეს როგორც მიუკერძოებელი, მაგრამ სხვათა მიმართ თანაგრძნობით ახსავსე მაყურებელი. იმანუელ კანტი კატეგორიულ იმპერატივში ამბობს. ფოკუსირდება პირველი პირის პოზიციაზე, აგენტზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. მორალური მსჯელობა არის წმინდა რაციონალური ოპერაცია, რომლითაც ტკინდება მოდის თუ არა ქცევის სუბიექტური პრინციპი, ანუ მაქსიმა, კონფლიქტში უნივერსალურ მორალურ კანონთან.
კატეგორიული იმპერატივის ფორმულირებები. უნივერსალური კანონის ფორმულა. იმოქმედება მხოლოდ იმ მაქსიმის მიხედვით, რომლის მეშვეობითაც შენ შეგიძლია ამავდროულად გსურდეს, რომ იგი გახდეს უნივერსალური კანონი. და მეორე, მიზნის თავისთავადობის ფორმულა. იმოქმედა ისე, რომ გამოიყენო კაცობრიობა ყოველთვის ამავდროულად როგორც მიზანი და არასდროს მხოლოდ როგორც საშუალება. მითის გაბათილება. გავრცელებული აზრის საპირისპიროდ კანტისეული მორალური მსჯელობა არ არის უსიცოცხლო, მშრალი პროცედურა. კანტი აღიარებს, რომ უზენაესი პრინციპის პრაქტიკაში გამოსაყენებლად ადამიანს სჭირდება ემპირიული გამოცდილება, კოდიფიკაციის დაუქვემდებარებელი ალღო, განცდის უნარი და ემოციური მგრძნობელობა, რათა მაგალითად განასხვაოს ნამდვილი ქველმოქმედება ქედმაღლური და დაუმცირებელი ჟესტისაგან. მორალური მოტივაცია, ვნებების მონობა და გონების პრაქტიკულობა. აქ კონტრასტი ორ მოაზროვნეს შორის ახდას პიკს. დეივიდ ჰიუმი საუბრობს გონების სტატუსის შესახებ და ამბობს, გონება არის და უნდა იყოს კიდეც მხოლოდ ვნებების მონა. ხოლო კანტი ამბობს, რომ წმინდა გონება შეიძლება იყოს უშუალოდ პრაქტიკული და თავისთავად განსაზღვროს ნება. ჰიუმის აზრით, მოქმედების იმპულსს ყოველთვის შობს მოსალოდნელი სიამოვნება ან ტკივილი, ანუ ნება. გონება მხოლოდ მიზნის მიღწევის გზებს ეძებს. ხოლო როცა მოტივაციის წყაროზე საუბრობს კანტი, შენიშნავს, რომ სწორ ქმედებებს არ სჭირდებათ ემოციური რეკომენდაცია, ისინი მოტივირებულები არიან უშუალოდ მოვალეობიდან. გრძნობის სტატუსის შესახებ ჰიუმი ამბობს, რომ ვნებები არიან პირველადი არსებობა და ისინი ვერ იქნებიან ირაციონალური. გონება მათ ვერასდროს დაუპირისპირდება. ხოლო კანტი შენიშნავს, რომ გრძნობის სტატუსის შესახებ მორალური კანონის მიმართ პატივისცემა არის გონების მიერ სუბიექტზე მოხდენილი ეფექტი, რაციონალურად გამომუშავებული გრძნობა. კანტის მიერ კანონის პატივისცემის აღწერა აკადემიურ წრეებში ორ ინტერპრეტაციად იყოფა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის კომპლექსურ კავშირს სენტიმენტალიზმთან. ინტელექტუალისტური ხაზი, რომ ჩვენ ვწვდებით კანონს წმინდა გონებით, ვიღებთ მოტივაციას და პატივისცემის გრძნობა არის ამ რაციონალური პროცესის უბრალო შედეგი, ანუ ეფექტი. და აფექტივისტური ხაზი, რომ კანონის რაციონალური წვდომა წარმოშობს პატივისცემის გრძნობას, რომელიც თავის მხრივ ამოძრავებს ანუ მიზეზიანების. და თუ ეს ხაზი სწორია, კანტი ნაწილობრივ ეთანხმება ჰიუმს, რომ გონებას გრძნობის შუამავლობის გარეშე გაუჭირდებოდა ჩვენნაირი არსებების ამოძრავება. უფრო მეტიც, მორალის მეტაფიზიკაში კანტი პირდაპირ ავალდებულებს ადამიანს. განავითაროს მორალური გრძნობა, სინდისი, მოყვასის სიყვარული და თანაგრძნობა, როგორც მოვალეობის ცნების მიმართ მიმღებლობის სუბიექტური პირობები. ბუნებრივი თანაგრძნობა არის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება გავაკეთოთ ის, რასაც ხშირად მხოლოდ მშრალი მოვალეობის გაცნობიერება ვერ შეძლებდა. ნორმატიული კონფლიქტის შესახებ მოვალეობიდან მოქმედების ღირებულება. საბოლოო ჯამში ფილოსოფოსები მკვეთრად იყოფიან ნორმატიულ შეფასებაში, თუ რა სახის ქცევაა მორალურად უპირატესი. ჰიუმის პრინციპი: არც ერთი ქმედება არ არის მორალურად კეთილი, თუ ბუნებაში არ არსებობს მისი შესრულების რაიმე სხვა მოტივი, ბუნებრივი დიცულოვნება, მადლიერება და სხვა. გარდა მისი მორალურობის შეგნებისა და თუ ადამიანი მოქმედებს მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სწორია, ეს ხასიათის დეფექტზე მიუთითებს. კანტის პრინციპი, ჭეშმარიტი მორალური ღირებულება გაჩნია მხოლოდ და მხოლოდ იმ ქმედებებს, რომლებიც სრულდება უშუალოდ მოვალეობის გამო, მიდრეკილებებისაგან თავისუფალი მხოლოდ კანონის პატივისცემით გაკარნახევი აქტი არის ადამიანური მორალურობის მწვერვალი. ჰიუმიცა და კანტით სათნოებისა და მანკიერების ცნებებს ადამიანის მორალის ცენტრალურ ნაწილად განიხილავენ. თუმცა, ისინი ფუნდამენტურად განსხვავდებიან სათნოების ბაზისური ბუნების გაგებაში და გვთავაზობენ სათნოებებისა და მანკიერებების სრულიად განსხვავებულ კატალოგებს. კანტის მსჯელობები ასახავს მის მუდმივ ხაზგასმას თავისუფლებაზე, ღირსებაზე, რაციონალურობასა და მოტივის სიწმინდეზე. ჰიუმის შეხედულებები კი აჩვენებს მის აქცენტს სარგებლიანობასა, სიამოვნების და გონების შინაგან სოციალურ ბუნებაზე. ძირითადი კონცეპტუალური განსხვავებები. შინაგანი ბრძოლა უპირისპირდება ჰარმონიას, შინაგანის ბრძოლის იდეა ცენტრალურია კანტისეული ახსნისათვის, ხოლო ჰიუმის ათნოებას შედარებით მშვიდ და გულთბილ ტონებში აღწერს. ამასთანავე, ჰიუმი ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს იმ ბურჟუაზიულ სათნოებებთან, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე კომერციულ და პოლიტიკურ საზოგადოებაში წარმატებული მონაწილეობისათვის. ამის საპირისპიროდ კანტი უფრო ფრთხილად ეკიდება საზოგადოების გავლენას ინდივიდზე და დაჟინებით მოითხოვს იმ ძალის მიმართ წინააღმდეგობების გაწევას, რასაც რუსო თავმოყარეობას
უწოდებს. საუბარია ჟან-ჟაკ რუსოზე. ჰიუმისათვის სათნოებისა და მანკიერების ცნებები პირველ რიგში მიესადაგება ხასიათის შტრიხებს ან მენტალურ თვისებებს, ხოლო მეორადად კონკრეტულ მოტივებსა და ქმედებებს. ჰიუმისეული დეფინიცია, რომ ხასიათის შტრიხი არის სათნოება, მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ იგი მაყურებელს უჩენს მოწონების სასიამოვნო განცდას. მანკიერებები კი არის შტრიხები, რომლებიც წარმოშობენ დაწუნების უსიამოვნო განცდას. ეს დეფინიცია სათნოებას დამოკიდებულს ხდის იმ გონიერი მაყურებლის რეაქციებზე, რომელიც საგნებს ზოგადი თვალსაზრისიდან აკვირდება. სათნოების განსაზღვრელი ნიშანია ის, რომ მას გააჩნია სიყვარულისა თუ სიამაყის წარმოშობის ძალა. ეს მიდგომა წარმოადგენს მნიშვნელოვან დაცილებას სათნოების არისტოტელესეული გაგებიდან, სადაც ხასიათის შტრიხისთვის სიკეთე განისაზღვრება იმ როლით, რომელსაც ის თავად აგენტის კეთილდღეობასა და აყვავებაში თამაშობს. ჰიუმის კატალოგი ტრაქტატში ორგანიზებულია ბუნებრივ და ხელოვნურ სათნოებებს შორის გამიჯვნით. კითხვა ეხება იმას, არის თუ არა ესა თუ ის სათნოება დამოკიდებული სოციალურ კონვენციებზე, ამით ჰიუმი პოულობს შუალედურ გზას მათ შორის, ვინც მორალს მთლიანად კონვენციურად მიიჩნევს. და მათ შორის, ვისაც წამს, რომ იგი უშუალოდ ადამიანის ბუნებიდან მომდინარეობს. ხელოვნური სათნოებები, რომლებიც კონვენციებზე არიან დამოკიდებული, მოიცავენ სამართლიანობას, დაპირისპირებების ერთგულებას, ხელისუფლების მიმართ მორჩილებას და თავშეკავებულობას. ჰიუმის სამართლიანობა არის პატიოსნება საკუთრებასთან მიმართებით. ჰიუმი აჩენს პრობლემას მორალურ მოტივაციასთან დაკავშირებით. ის ამტკიცებს, რომ მორალურად კეთილი ქმედებებისათვის უნდა არსებობდეს ბუნებრივი, არამორალური მოტივი, რათა თავიდან ავიცილოთ წრიულობა. თუმცა სამართლიანობისათვის ასეთი ბუნებრივი მოტივის პოვნა რთულია, რადგან პირადი ინტერესი ან კეთილმოსურნეობა ყოველთვის არ ემთხვევა სამართლიანობის წესებს. ჰიუმის დასკვნით, საზოგადოებრივი ინტერესის მიმართ თანაგზნობა არის წყარო იმ მორალური მოწონების, რომელიც თან ახლავს ამ სათნოებას. კეთილია სოციალური შეთანხმებებისაგან დამოუკიდებლად არსებული ბუნებრივი სათნოებები, კონვენციებისაგან დამოუკიდებლები. ეს ჰიუმის აზრით. ჰიუმის სია მოიცავს ქველმოქმედებას, წინდახედულობას, თავშეკავებულობას, შრომის მოყვარეობას, დიდსულოვნებას, კასტმოყვარეობას. ნაშრომში კვლევა მორალის პრინციპების შესახებ ჰიუმი ცვლის კლასიფიკაციას და თვისებებს 4 კატეგორიად ყოფს. კატეგორიებია: სამართლიანობა, ერთგულება, პატიოსნება, კასტმოყვარეობა, მოწყალება და თავაზიანობა. როცა ჰიუმი საკუთარი თავისთვის სასარგებლო კატეგორიებზე საუბრობს, ის ჩამოთვლის კეთილგონიერებას, სიფრთხილეს, შრომის მოყვარეობას, აირათიანობას, საღაზრს და გამჭრიახობას. ხოლო ანტითვისებების ჩამოთვლისას იგი საუბრობს სიზარმაცის დაუდევრობის, სიჯიუტის და მერყეობის შესახებ. საკუთარი თავისთვის უშუალოდ სასიამოვნო კატეგორიების ჩამოთვლისას ის მოიცავს ხიარულების, სიმშვიდის, კეთილმოსურნეობის, გემოვნების დახვეწილობის ცნებებს. სხვებისთვის უშუალოდ სასიამოვნო კატეგორიებია: კარგი მანერები, ზრდილობა, მახვილგონიერება, გამომგონებლობა, წესიერება და სისუფთავე. იმანუელ კანტი სათნოებათა, როგორც ნებისმიერი ძალის კატეგორიების შესახებ ამბობს, რომ სათნოება არის ფორმა, რომელიც არასრულყოფილი ან არაწმინდა ნების მქონე არსების მიერაა გამოხატული თავის უზენაეს ერთგულების გამოხატულებად მორალის მიმართ. ეს არის აგენტის მუდმივად კულტივირებული უნარი მართოს თავისი მიდრეკილებები, რათა შეასრულოს მოვალეობები, რაც მოტივირებულია მორალური კანონის მიმართ პატივისცემით. კანტისეული კონცეფციის ფუნდამენტური ნიშნებია: მზაობა საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად კანონის მიმართ პატივისცემის გამო, ზოგადი განწყობა. ასევე მორალური ძალა. სათნოება არის ნების მორალური ძალა ან მორალური ძალა საკუთარი მოვალეობების ერთგულებაში. შინაგანი ოპოზიცია. სათნოება გულისხმობს მუდმივ ბრძოლას. მისი უმთავრესი მოწინააღმდეგეა რადიკალური ბოროტება ადამიანის ბუნებაში, მიდრეკილება იმ მაქსიმების მიღებისკენ, რომლებიც თავის მოყვარეობას მორალურ კანონზე წინ აყენებენ და სათნოებიანი ადამიანები და მათი ამოცანა ამ სტიმულების იერარქიული მოწესრიგება.
შინაგანი თავისუფლება სათნოება არის მორალური თვითშეზღუდვა შინაგანი თავისუფლების საფუძველზე, რაც ნიშნავს ავტონომიურად არჩეული პრინციპებით მოქმედებას ცდუნების წინაშეც კი. სათნოების მოვალეობათა სისტემა ასეთია: კანტის კატალოგი ეფუძნება სათნოების მოძღვრების უზენაეს პრინციპებს, ან ვიმოქმედოთ მიზნების იმ მაქსიმის შესაბამისად, რომლის მქონად შეიძლება იყოს უნივერსალური კანონი ყველასათვის. ამ პრინციპის მიხედვით ადამიანი არის მიზანი როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისათვის. კანტი სათნოების მოვალეობებს, რომლებსაც უშუალოდ ეთიკურ მოვალეობებს უწოდებს, რადგან ისინი მხოლოდ შინაგან იზოლებას ექვემდებარებიან, შემდეგნაირად ყოფს. მაგალითად, სათნოების მოვალეობები კანტისთვის საკუთარი თავის წინაშე არის სრულყოფილი მანკიერებათა თავიდან აცილება და არის არასრულყოფილი სავალდებულო მიზნები. სრულყოფილი ანუ მარკიერებათა თავიდან აცილების დაქვემდებარებაშია თვითმკვლელობის, ღორობის, სიმთვრალის, სექსუალური თვითდეგრადაციის თავიდან აცილება, ტყუილის, სიხარბის, მლიქვნელობის უკუგდება. არასრულყოფილი, ანუ სავალდებულო მიზნებია, ბუნებრივი და მორალური სრულყოფილება, თვითშემეცნება, ცხოველებისადმი თანაგზნობა, ბუნებაში მშვენიერების დაფასება. სათნოების მოვალეობების სხვა ნაწილია სხვების წინაშე სრულყოფილი და არასრულყოფილი სფეროები. სრულყოფილი პატივისცემის მოვალეობები, ქედმაღლობის, ცილისწამებისა და დაცინვის მანკიერებათა თავიდან აცილება, ხოლო არასრულყოფილი სიყვარულის მოვალეობები, ხელმოქმედება, თანაგზნობა, მადლიერება, თავიდან აცილება ბოროტების, შურის და უმადურობის. თანხმედრისა და დაპირისპირების წერტილი კანტსა და ჰიუმს შორის ცენტრალური სტატუსი. ორივე ფილოსოფოსის სათნოების ძიებას ადამიანის მორალის ცენტრად მიიჩნევს. ანტიეგოიზმი კი ასეთია. კანტი აზრებს ჰიუმისა და ჰაჩესონის პოზიციას ფსიქოლოგიური ეგოიზმის წინააღმდეგ, ჰობსის, ლოკისა და მანდევილის წინააღმდეგ. მოვალეობათა დიქოტომია. ორივე იღებს გამიჯვნას სრულყოფილ და არასრულყოფილ მოვალეობებს შორის. სეკულარული ხასიათი. არც ერთი მათგანი არ აღიარებს მოვალეობებს ღვთის წინაშე და არც ერთი არ მიიჩნევს სათნოებად ღვთისმოსაობას ან სამონასტრო თვითდამცირებას. განსაზღვრული კრიტერიუმები, ანუ ფუნდამენტური განსხვავებები ამ კრიტერიუმებზე. ჰიუმი სათნოებას განსაზღვრავს გონიერი მაყურებლის მორალური გრძნობებით. კანტი კი მოვალეობის ვალდებულებისა და კანონის ტერმინებით, როგორც მორალურ ძალას მიდრეკილებების დასაძლევად. სათნოების ერთიანობა. კანტი დაჟინებით მოითხოვს სათნოების უნიტარულ ბუნებას. ობიექტურად არსებობს მხოლოდ ერთი სათნოება, როგორც საკუთარი მაქსიმების მორალური ძალა. ჰიუმისთვის თეორიაში სათნოებები მრავალრიცხოვანი და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლებია. ნებისყოფა და კონტროლი. ჰიუმის აზრით, სათნოება შეიძლება იყოს ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული თვისებაც, როგორც ბუნებრივი ტემპერამენტებიდან მომდინარეობს, მაგალითად, მახვილგონიერება ან კარგი მეხსიერება. კანტი კი სათნოებას ზღუდავს მხოლოდ იმ განწყობებით, რომლებიც ნებაყოფლობით არის მიღებული და კულტივირებული როგორც პრინციპის მაქსიმას საკითხი. სამართლიანობის სტატუსი. ჰიუმისთვის სამართლიანობა ცენტრალური ხელოვნური სათნოებაა. კანტისთვის სამართლიანობა საერთოდ არ არის ეთიკური სათნოება, ის მიეკუთვნება უფლებისა და კანონის სფეროს და არეგულირებს მხოლოდ გარეგან ქმედებებს და არა შინაგან მოტივებს. მანკიერების ბუნება. ჰიუმისთვის მანკიერება არის თვისება, რომელიც იწვევს მაყურებლის დაწუნებას, რაც არაფერს ამბობს ადამიანის ნების მთლიან ხარისხზე. კანტისთვის მანკიერება არის ფუნდამენტური განწყობა, მიდრეკილება მორალური კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებისაკენ, რაც გულისხმობს მორალური კანონების ნამდვილ სიძულვილს, როდესაც კანონის დარღვევა პრინციპად იქცევა. ჰიუმსაც და კანტსაც სჯერათ, რომ თავისუფლება არსებითია მორალისათვის და უფრო მეტიც, ორივე მიიჩნევს, რომ ადამიანის მორალის ფილოსოფიური თეორია და მისი მართებულობის მტკიცება მოითხოვს თავისუფლების შერიგებას უნივერსალურ მიზეზობრივ აუცილებლობასთან, დეტერმინიზმთან. თუმცა, ისინი გვთავაზობენ თავისუფლების განსხვავებულ კონცეფციებს, აუცილებლობასთან, მისი შერიგების განსხვავებულ გზებს და განსხვავებულ შეხედულებებს იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი მორალისთვის. მკვლევრები თანხმდებიან, რომ ჰიუმი არის თანაარსებობის მომხრე, მაგრამ არ არსებობს კონსენსუსი კანტის პოზიციის სწორ კლასიფიკაციასთან დაკავშირებით. ჰიუმი კომპატიბილიზმს, ანუ თანაარსებობის მომხრეობას, თანაარსებობის იდეას იცავს და ამბობს კვლევა ადამიანის გონების შესახებ მერვე სექციაში და ტრაქტატის მეორე წიგნში. ერთმანეთისაგან გამიჯნავს თავისუფლების
ორ კონცეფციას. ინდიფერენტულობის თავისუფლება. ეს იდეა გულისხმობს აუცილებლობისა და მიზეზების უარყოფას და ამ ხედვით ადამიანი თავისუფალია მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ქმედება არ არის განპირობებული რაიმე წინამავალი მიზეზით. ჰიუმი უარყოფს ამ იდეას როგორც გაუგებარს და დამუღუპველს მორალისა და რელიგიისათვის. და შემდეგია სპონტანურობის თავისუფლება. ჰიუმი მას ახასიათებს როგორც თავისუფლების იმ იდეას, რომელიც უპირისპირდება ძალადობას. ეს არის თავისუფლება ძალადობისაგან, გარეგანი იძულებისაგან, მაგრამ არა თავისუფლება თავად აუცილებლობისაგან. ადამიანს აქვს ეს თავისუფლება ყოველ ჯერზე, როდესაც მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს. მისი ქმედებები მიზეზობრივად აუცილებელია, მაგრამ ისინი გამოწვეულია მოტივებით, რომლებიც მისივე საკუთარი ხასიათიდან აღმოცენდებიან. ჰიუმის თანახმად სწორედ ეს ფორმაა, რომლის შენარჩუნებაც ჩვენ გვეხება. ილუზიის წყაროები და აუცილებლობის ბუნება. არსებობს ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანებს ხშირად უჭირს კომპატიბილიზმის მიღება. ინტროსპექციის ბრმა ლაქები, რომ ჩვენ გრძნობთ, რომ ჩვენი ქმედებები ექვემდებარება ჩვენს ნებას და წარმოვიდგენთ თითქოს თავად ნება არაფერს ექვემდებარება. თუმცა გარეშე დამკვირვებელს ჩვეულებრივ შეუძლია გამოიყვანოს ჩვენი ქმედებები ჩვენი მოტივებიდან და ხასიათიდან. და მიზეზობრიობის მცდარი გაგება. ადამიანები აუცილებლობას აიგივებენ ძალასთან ან იძულებასთან. ჰიუმის მიხედვით კი მიზეზობრივი აუცილებლობა სხვა არაფერია თუ არა მსგავსი ობიექტების მუდმივი კავშირი და გონების ჩვეული დასკვნა ერთიდან მეორისაკენ. მიზეზები არ ატარებენ ძალას და არ აიძულებენ თავიანთ შედეგებს, შესაბამისად ასე გაგებული აუცილებლობა საფრთხეს არ უქმნის თავისუფლებას. ჰიუმის ინტერპრეტაციის ორი გზა. სტანდარტული ლოგიკური მიდგომა, რომ ჰიუმის არგუმენტები ეხება ცნებების ლოგიკას. ჩვენ რაციონალურად გამართულნი ვართ, როდესაც ადამიანს პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, თუ კი თავად ეს ადამიანი და არა გარეგანი ძალა არის საკუთარი ქმედების მიზეზი. თავისუფლება არსებითია მორალისათვის, რადგან მის გარეშე პასუხისმგებლობის მიწერა უსამართლო იქნებოდა. ნატურალისტური მიდგომა ეს არის ემპირიული ახსნა იმისა, თუ რატომ ფუნქციონირებთ ასე, პასუხისმგებლობის მიწერა ხდება მონწონებისა და დაწონების გრძნობების, ანუ შთაბეჭდილებების მეშვეობით. ჩვენ არ ვიგრძნობით ამ მორალურ განცდებს, თუ კი აგენტს ქმედების მიზეზად არ მივიჩნევდით. თავისუფლების იდეა მიზეზობრივად უწყობს ხელს პასუხისმგებლობის დაკისრებას. თემა ნუმენალური თავისუფლებისა და ტრანსცენდენტალურის იდეალიზმი იმანუელ კანტთან. ჰიუმისაგან განსხვავებით, რომელიც ნებისყოფის ქვემოდინებას უყურებს მის აღსრულებას ფიზიკურ ქმედებაში, კანტი ყურადღებას ამახვილებს ზემოდინებაზე, იმაზე თუ რა განსაზღვრავს თავად ნებას. აქ საკითხი ეკხება მხოლოდ ნების განსაზღვრავს და მის მაქსიმების გამსაზღვრელ საფუძველს, როგორც თავისუფალი ნებისა და არა მის შედეგს ფიზიკურ ქმედებაში. ჰიუმის ახსნა ეხება ქმედების თავისუფლებას, ხოლო კანტისა ნების თავისუფლებას. კანტის თანახმად ნება არ არის თავისუფალი, თუ კი იგი არ შეიძლება განისაზღვროს წმინდა გონებით და ყოველივე ემპირიულისაგან დამოუკიდებლად. ეს ნიშნავს, რომ ნების საფუძველი უნდა მოიძებნოს საგანთა ინტელიგიბელურ წესრიგში, ანუ აზროვნება და წესრიგში, და არა ემპირიულ წესრიგში, რაც მოითხოვს ნუმენალური, ანუ მიზეზის ცნებას. კანტისთვის ნება თავისუფალია მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი აუცილებლობით განპირობებულია სწორი ტიპის საგნით, წმინდა გონებით და არა ემპირიული კანონებით მართული წინამავალი მოვლენით. კანტი თავისუფლებას და ბუნებრივ დეტერმინიზმს ათავსებს ორ განსხვავებულ სფეროში ტრანსცენდენტალური იდეალიზმის მეშვეობით. ფენომენალური მოვლენათა სამყარო. აქ ჩვენი ყველა ქმედება მიზეზობრივად არის განსაზღვრული წინამავალი მოვლენებით ემპირიული კანონების შესაბამისად, დროით წესრიგში. ნუმენალური სამყარო. საგანი თავისთავად. ეს სფერო არ ექვემდებარება დროით წესრიგსა და ემპირიულ კანონებს. როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ მორალის კატეგორიულ მოთხოვნებს, საკუთარ თავს ამ ინტელიგიბელური სამყაროს წევრებად განვიხილავთ. მკვლევართა შორის არსებობს დავა ამ გამიჯვნის ინტერპრეტაციაზე, ზოგი ამას ონტოლოგიურ მეტაფიზიკურ ჭრილში განიხილავს, ხოლო სხვები, როგორც ორ განსხვავებულ თვალსაზრისს, პრაქტიკულს და თეორიულს. და აქ ისმის ერთი კითხვა. რატომ არის კანტისთვის ასეთი არსებითი თავისუფლება მორალისტვის? აუცილებელია, რომ მორალურმა კანონმა ნება უშუალოდ განსაზღვროს, რაც მოითხოვს მოტივის იმგვარ სიწმინდეს, რასაც ჰიუმისეული ემპირიული ხასიათი ვერ უზრუნველყოფდა. სავსაუბრობთ ადამიანის ღირსებაზე. თავისუფლება, შენიშნავს კანტი, არის საფუძველი იმ განსაკუთრებული სტატუსისა, რომლის პატივისცემასაც მორალი მოგვთხოვს. და ფუნდამენტური ღირებულება.
თავისუფლება არის წყარო, საიდანაც მომდინარეობს ყველა სხვა მორალური ღირებულება. მორალური კანონის მორჩილება არის აუცილებელი საშუალება ადამიანის თავისუფლების რეალიზაციისთვის. დეივიდ ჰიუმისთვის ქმედების თავისუფლება, სპონტანურობა, ძალადობის არარსებობა არის ამოსავალი, მაშინ როცა კანტისთვის ნების თავისუფლება, ანუ ავტონომია, წმინდა გონების მიერ განსაზღვრა არის უპირატესი. ჰიუმისეული თავისუფლება კანტისთვის არის არასერიოზული, არასრული ან წყალ-წყალა, სატრიალებელი შამფურის თავისუფლება, როგორც ის ამას არქმევს. ხოლო ჰიუმისეული კრიტიკა კანტის მიმართ არის, რომ კანტისეული თავისუფალი ნების ცნება არის მცდარი ფიქცია. მიუხედავად ბევრი განსხვავებებისა ორ ფილოსოფოსს შორის, ისინი მაინც თანხმდებიან ადამიანის შემეცნების საზღვრების შესახებ. კანტისთვის თავისუფალი ნება არის ამოცნობი უნარი, რომლის რეალური არსებობის ცოდნაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. კანტი აშკარავებს ჰიუმის მიმართ და აღიარებს, რომ ადამიანის ყოველი წვდომა სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენ მივალთ საბაზისო ძალებამდე ან საბაზისო უნარებამდე. რელიგიური თემების განხილვა გვხვდება ჰიუმისა და კანტის ძირითადი შრომების უმეტესობაში. ამ საკითხისადმი მათი მიდგომები მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა მათ აქვთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთო წერტილი, განსაკუთრებით იმ კითხვაში, თუ როგორ უკავშირდება რელიგია მორალს. უპირველეს ყოვლისა, ორივე ფილოსოფოსი მხარს უჭერს მორალური ფილოსოფიის სეკულარიზებულ მიდგომას. ეს ნიშნავს, რომ ორივე ამტკიცებს მორალის დამოუკიდებლობას რელიგიისაგან და ამ ორის ერთმანეთისაგან გამიჯვნას ხაზს უსვამს. ორივე გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცრუ რელიგიის, მათ შორის ენთუზიაზმისა, შეიძლება ამას დაარქვას ფანატიზმი და ცრუ რწმენის გავლენის ცუდი ბოროტი გავლენის გამო. ასევე, ორივე ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქრისტიანული თეოლოგიის დიდ ნაწილს, მათ შორის ღმერთის არსებობის ტრადიციულ არგუმენტებს და არსებობს ამასთანავე მნიშვნელოვანი უთანხმოებაც. ჰიუმი ბევრად უფრო ხიზლად ეკიდება რელიგიის პოტენციურ დანაკარგებს, როგორებიცაა შევწყნარებლობა, ძალადობა და ყურადღების გადატანა იმ ბედნიერებიდან, რაც ხელმისაწვდომია ამ ცხოვრებაში და კანტი ბევრად უფრო მგრძნობიარად ჩანს რელიგიის სარგებლიანობის მიმართ, განსაკუთრებით მისი მცდელობის რომ უპასუხოს ადამიანის მოთხოვნილებას საბოლოო პასუხებზე ან ნუგეშზე, სიკვდილსა და ტანჯვის წინაშე. ჰიუმის ხედვით მორალის საფუძველს საერთო არაფერი აქვს ღმერთთან. ეს აშკარაა სენტიმენტალიზმის მისი გამორჩეული ვერსიიდან. იგი ამტკიცებს, რომ მორალი, ისევე როგორც ჩვენი ესთეტიკური რეაქცია მშვენიერებაზე, მთლიანად ეფუძნება ადამიანის მოდგმის თავისებურ სტრუქტურასა და კონსტიტუციას. ეს მტკიცება გაკეთებულია მორალური რაციონალიზმის იმ ფორმის წინააღმდეგ არგუმენტირების კონტექსტში, რომელიც მორალის საფუძველს ათავსებს გონებით აღმოჩენა უცვლელ ჭეშმარიტებებში. ისეთი რაციონალისტების წინააღმდეგ, როგორიც სამუელ კლარკია, ჰიუმი აცხადებს, რომ მორალი არის მკაფიოდ და მთლიანად ადამიანური ფენომენი, არ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ადამიანები ღმერთთან ერთად რაიმე სახის მორალურ ერთობაში არსებობენ, ან რომ ღმერთი ანგარიშვალდებულია იმ მორალური ნორმების წინაშე, რომლებიც ჩვენ გვბოჭავს. წინამდებარე მიზნებისათვის კიდევ ორი პუნქტი უნდა გავითვალისწინოთ. ღვთიური ბრძანების უარყოფა, რომ ჰიუმის მტკიცება გულისხმობს იმ იდეას, რომ მორალური გამიჯვნა სიკეთესა და ბოროტებას შორის დადგენილია ღვთიური ბრძანებით, როგორც ამას ამტკიცებენ ისეთი ვოლუნტარისტები, როგორებიც იყვნენ პუფენდორფი, ლუთერი ან კალვინი. ანუ, გავიმეოროთ, რომ ჰიუმისთვის უარიყოფა სიკეთისა და ბოროტებას შორის დადგენილი მორალური გამიჯვნა ღვთიური ბრძანებით. ეს იდეა მისთვის განდევნილია და დაპირისპირება გარკვეულ ტელეოლოგიის თეორიასთან, რომელი თეორიის მიხედვით ადამიანის ბუნება არსებითად კეთილია და მისი სიკეთე ასახავს ღმერთის სიბრძნესა და კეთილმოსურნეობას. ამას უარყოფს ჰიუმი და ასევე ამბობს, რომ კეთილი და ბუნებრივი არ უნდა გაიგივდეს, ის ასევე უარყოფს თავისი წინამორბედის საფუძველზე მდებარე ტელეოლოგიას. ესეთი წინამორბედი როგორც იყო ჰაჩესონი, რომელიც უკვე ვახსენეთ, რომელიც საუბრობდა ტელეოლოგიის, ანუ მიზანმიმართულების, შეიძლება ესე ვთქვათ, ამ საფუძველზე მდებარე კატეგორიაზე და იყო
თქვათ, კეთილი და ბუნებრივი კატეგორიები, უпростоრად კი თქვა, კეთილსა და ბუნებრივზე, რომ ისინი ერთი და იგივე კატეგორიებია. ამასთანავე, ჰიუმი ხშირად ამახვილებს ყურადღებას რელიგიის მორალურ და პოლიტიკურ დანაკარგებზე. იგი არასდროს ამტკიცებს, რომ რელიგია თავისთავად დამანგრეველია, მაგრამ თანმიმდევრულად აცხადებს, რომ იგი მიდრეკილია დაამახინჯოს და გაარკვნას ან გახსნას მორალი. ჰიუმი ამტკიცებს, რომ რელიგიის გავლენა, რომ არა ჩვენ არასდროს მოვიწონებდით ისეთ თვისებებს, როგორიცაა უცოლშვილობა, ან სელიბატობა, ან მარხვა, ან მონანიება, ან სხეულის გვემა, თავგანწირვა, თავმდაბლობა, დუმილი, მარტოობა, სამონასტრო სათნოებების მთელი სხვა წყებები. ცრურწმენისა და ცრუ რელიგიის მაცდუნებელ პრიალს, როგორც ის ამბობს, შეუძლია გვაიძულოს მოვიწონოთ ასეთი თვისებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არც სასარგებლოა და არც სასიამოვნო. მსგავსად ამისა, ჰიუმი ხაზს უსვამს განსხვავებას მოტივაციის მორალურ და რელიგიურ წყაროებს შორის. როდესაც ადამიანი იხდის ვალს ან აბრუნებს სესხს, მისი ღვთაება ამით არანაირად არ არის მისი მოვალე, რადგან სამართლიანობის ეს აქტები არის ის, რის შესრულებაც მას ისედაც ევალებოდა და რასაც ბევრი შესრულებდა, თუნდაც სამყაროში ღმერთი საერთოდ არ არსებობდეს. მაგრამ თუ იგი მარხულობს ერთი დღე ან საკუთარ თავს მათ რახს გადაჰკრავს, ამას მისი აზრით პირდაპირი კავშირი აქვს ღვთისმსახურებასთან. სხვა ვერც ერთი მოტივი ვერ ჩააბამდა მათ ასეთ მკაცრ შეზღუდვებში. ჰიუმი მორალის ამგვარ დამახინჯებაში ხშირად ადანაშაულებს ქრისტიანობის კონკრეტულ ფორმებს, როგორიცაა კათოლიციზმი და კალვინიზმისა და ლუთერანობის სექტანტური განშტოებები, როგორც ის არქმევს. თუმცა, ზოგიერთ ადგილას ჰიუმი უახლოვდება ნებისმიერი იმ რელიგიის გაკრიტიკებას, რომელიც ღმერთს წარმოადგენს როგორც კაცობრიობაზე უსასრულოდ აღმატებულს და ამტკიცებს, რომ რაც უფრო ძლიერ მორწმუნე საშინლად არის წარმოდგენილი ღმერთი, მით უფრო მორჩილნი და დამყოლნი ხდებიან ადამიანები მისი მსახურების მიმართ. მას აშკარად სჯერა, რომ მონოთეისტური რელიგიები მიდრეკილნი არიან ადამიანის ყურადღება მიმართონ ერთი ღმერთისაკენ, ნაცვლად დედამიწაზე ცხოვრებით თქმობისა. მონოთეიზმი ასევე მიდრეკილია შეუწყნარებლობის, ფრაქციონალიზმისა და ძალადობის ხელშეწყობისაკენ. ეს არის ჰიუმის აზრები. ახლა ვთქვათ იმანუელ კანტის მორალური თეიზმის და პრაქტიკული გონების პოსტულატების შესახებ. ჰიუმის მსგავსად, კანტიც მიიჩნევს, რომ მორალის საფუძველი დამოუკიდებელია რელიგიისაგან. მთავარი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ ჰიუმი ამ საფუძველს ადამიანის ბუნებაში ათავსებს, ხოლო კანტი ინტერპრეტაციის მიხედვით პრაქტიკული გონების სტრუქტურაში, რაციონალური არსებების ბუნებაში ან თავისუფლების უზენაეს ღირებულებაში. კანტის ხედვით, მორალი არაა მხოლოდ დამოუკიდებელი რელიგიისაგან, არამედ უფრო ფუნდამენტურიცაა. პირველი, რომ ღმერთის რწმენა გამომდინარეობს მორალური ვალდებულებებიდან და იგი უარყოფს, რომ მორალური კანონის აღიარება გამომდინარეობს ან უნდა ეფუძნებოდეს ღვთის ავტორიტეტის აღიარებას. და მეორე, კანტი უარყოფს, რომ ჩვენ გვაქვს რაიმე მოვალეობა ღმერთის წინაშე. ყველაფერი, რის შესრულებასაც ღმერთი გვიბრძანებს, არის ის, რასაც მორალი ისედაც მოითხოვს. ჩვენი მოვალეობების საკუთარი თავისა და სხვების წინაშე. და მესამე, რომ კანტი დაჟინებით მოითხოვს ბავშვებს არ ასწავლონ რელიგია მანამ, სანამ ისინი არ გაეცნობიან ბაზისურ მორალურ ცნებებსა და პრინციპებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება იფიქრონ, რომ სწორად მოქმედების მიზეზი არის ღვთის წყალობის იმედი და ღვთის სასჯელისაგან თავის არიდება. იგი კანტი ამტკიცებს, რომ ქრისტიანობა აღმატებულია სხვა საეკლესიო სარწმუნოებებზე მასში ეთიკის ცენტრალურობის გამო, მისივე დასაბამიდან. თუმცა საყოველთაო საეკლესიო სარწმუნოება მიდრეკილია გახსნისაკენ ან გარკვევისაკენ და არც ერთი მათგანი არ არის რელიგიის იდეალური ფორმა. იდეალურ შემთხვევაში ჩვენ უარს ვიტყვით კონკრეტულ საეკლესიო სარწმუნოებებზე, მათ გამოცხადებულ ტექსტებთან, დოქტრინულ წესდებებსა და რიტუალებთან ერთად. გონების უნივერსალური წმინდა რელიგიის სასარგებლოდ, რომელიც მორალს მიეძღვნება. წმენისა და ცოდნის დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ კანტი მიიჩნევს, რომ მორალის საფუძველი დამოუკიდებელია რელიგიისაგან, ეს ორი მისთვის ბევრად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული, ვიდრე ჰიუმისათვის. კანტის მორალური თეიზმი არის ღმერთის რწმენა, რომელიც დაფუძნებულია მორალზე და აქ უნდა ვთქვათ, რომ წმენა კანტისთვის გულისხმობს რაღაცის ჭეშმარიტებად მიჩნევის ვალიდური პრაქტიკული მიზეზების ქონას. როდესაც ამისთვის ვალიდური თეორიული მიზეზები არ გაგვაჩნია. მართლაც, როდესაც საქმე ეხება ღმერთის რწმენას, კანტი არ ფიქრობს, რომ ცოდნა შესაძლებელია. ღმერთის მორალური კონცეფცია და უზენაესი სიკეთის თემა კანტთან ასეთია. კანტის პოზიცია შეიცავს ღმერთის მკაფიოდ მორალურ განსაზღვრულ
კონცეფციას ყოვლის მცოდნეობის ყოვლის მკვლელობისა ყოვლის შემძლეობის ყოვლის მყოფობის ატრიბუტებთან ერთად ღმერთს მიაწერს სიწმინდის, კეთილმოსურნეობის და სამართლიანობის მორალურ ატრიბუტებს. ღმერთი არის არა მხოლოდ ავტორი და აღმასრულებელი მორალური კანონისა, არამედ მისი პერსონიფიკაციაც და კანტი ასევე ამბობს, რომ ყველა მორალური მოთხოვნა შეიძლება განხილულ იქნას როგორც ღვთიური ბრძანება. ღმერთი ზრუნავს უზენაესი სიკეთის რეალიზებაზე, რომელშიც ადამიანები აღწევენ მაქსიმალურ სათნოებას და შესაბამისად მასზე პროპორციულ სპედნიერებას. ღმერთის რწმენა საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ რწმენა იმისა, რომ ჩვენი ზოგიერთი მორალური ქმედება გამოიღებს დასახულ კეთილ შედეგებს და რომ თუ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ხელი შევუწყოთ უზენაეს სიკეთეს, ღმერთი დაასრულებს ამ ამოცანას. ღმერთსა და უზენაეს სიკეთეს შორის ურთიერთმიმართება არის საფუძველი კანტის მთავარი არგუმენტისა ღმერთის რწმენის სასარგებლოდ. არგუმენტი, რომელიც ყველაზე ნათლად არის ჩამოყალიბებული პრაქტიკული გონების კრიტიკაში, შემდეგ ნაბიჯებს მიჰყვება. პირველი, მორალური კანონი გასცემს კატეგორიულ მოთხოვნებს თითოეულ აგენტის საკუთარი გონების მეშვეობით. თუ მორალური კანონი გვისახავს მიზანს ხელშესაწყობად, ჩვენ უნდა შევუწყოთ მას ხელი. მეორე, იმისათვის რომ ამ მიზნის ხელშეწყობა იყოს რაციონალური, მიზანი უნდა იყოს ისეთი, რომლის განხორციელებაც ჩვენ შეგვიძლია რაციონალურად მივიჩნიოთ, შესაძლებლად ჩვენივე მოქმედების მეშვეობით. მესამე, მორალური კანონი წარმოშობს უზენაეს სიკეთეს. ანუ ამ შემთხვევაში ეს არის სათნოება და ბედნიერება. და უზენაეს სიკეთე როგორც პრაქტიკული გონების საბოლოო მიზანი. ამგვარად ჩვენ უნდა შევუწყოთ მას ხელი. მეოთხე, თუმცა არ არის ნათელი, რომ ჩვენ შეგვიძლია უზენაეს სიკეთის განხორციელება ჩვენი შესაძლებლობების, შეზღუდვებისა და ბუნებრივი სამყაროს პირობების გათვალისწინებით. ანუ თუ კი უზენაეს სიკეთის რეალიზება შეუძლებელია, მაშინ ჩვენ მას აზრსაც ვერ მივანიჭებთ, როგორც მიზანს და თუ ჩვენ არ შევუწყობთ ხელს უზენაეს სიკეთეს, ჩვენ უგულებელ ვყოფთ მორალურ კანონს. მეხუთე, თუ ჩვენ პოსტულირებას გავუკეთებთ სამყაროს უზენაესი მმართველის ღმერთის არსებობას, რომელსაც შეუძლია სისრულეში მოიყვანოს ჩვენი არასრულყოფილი სწრაფოები, ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ უზენაესი სიკეთე შესაძლებლად და რაციონალურად მივყვეთ მორალის ბრძანებას. და მეექვსე, ვინაიდან ღმერთის რწმენა აუცილებელია უზენაესი სიკეთის შესაძლებლობის დასანახად, ჩვენ უნდა გვწამდეს ღმერთი. ამრიგად, კანტი ამბობს, რომ ღმერთის რწმენა მორალურად აუცილებელია და მორალს გარდაუვლად მივყავართ რელიგიამდე. თუმცა ჩვენ არ გვაქვს უშუალო მოვალეობა, რომ გვწამდეს ღმერთი. ღმერთის არსებობის პოსტულირება არის გონების თეორიული სავარჯიშო, რომელიც მორალურად ვერ იქნება ნაბრძანები. პირიქით, უზენაესი სიკეთის ხელშეწყობის ჩვენი მოვალეობა წარმოშობს გონების მოთხოვნილებას, დაუშვას უზენაესი სიკეთის შესაძლებლობა და სწორედ ამ მოთხოვნილებიდან იბადება ღმერთის არსებობის პოსტულირების აუცილებლობა. კანტის მიხედვით ღმერთის რწმენა არის პრაქტიკული გონების პოსტულატი, ანუ თეორიული დებულება, რომელიც როგორც ასეთი არ არის დამტკიცებადი, მაგრამ არის აპრიორული, უპირობოდ ვალიდური პრაქტიკული კანონის განუყოფელი დასკვნა. ეს მიდგომა გვაძლევს ღმერთის არსებობის მორალურ უტყუარობას, წმუნებულობას, რაც ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ნებისმიერი სახის დაჯერებულობა, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა წმინდა სპეკულაციური თეორიული არგუმენტებიდან. საინტერესო აღინიშნოს, რომ კენიგსბერგის მრავალი ფილოსოფოსი და ინტელექტუალი 1750-იანი წლების ბოლოსა და 1760-იანი წლების დასაწყისში ჰიუმს მიაწერდა რელიგიის იმგვარ მხედვას, რომელსაც მნიშვნელოვანი პარალელები აქვს კანტის სიმწიფის პერიოდის შეხედულებებთან. ჰამანი და სხვები ჰიუმის სკეპტიციზმს მიიჩნევენ აუცილებელ წინაპირობად იმისთვის, რომ რელიგია განწმენდილიყო მისი ტრადიციული რაციონალური არგუმენტებისაგან და გზა გათავისუფლებულიყო ჭეშმარიტი რწმენისათვის. ჰიუმის ამგვარი აღქმის ორი მთავარი წყარო არის ტრაქტატის წიგნის დასკვნა, რომელიც ჰამანმა გერმანულად თარგმნა და ანონიმურად გამოაქვეყნა 1771 წელს სათაურით სკეპტიკოსის ღამის ფიქრები და ასევე დიალოგების დასასრული. დიალოგების წიგნის დასასრული, სადაც პერსონაჟი ფილო ამბობს, იყო ფილოსოფიური სკეპტიკოსი, არის სწავლული ადამიანისთვის პირველი და ყველაზე აუცილებელი ნაბიჯი იმისკენ, რომ გახდეს ჯანსაღი მორწმუნე ქრისტიანი. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება მოულოდნელია ტექსტის კონტექსტში, ჰამანმა და სხვებმა ფილოს ეს შენიშვნა ჰიუმის ფიდეიზმის, ანუ რწმენის პრიმატისა გონებაზე გამოხატულებად მიიჩნიეს. თუმცა, თავად კანტი არ არის ფიდეისტი, ფილოს ეს შენიშვნა მაინც ღრმა გამოძახილს პოულობს მასთან. კანტი მიიჩნევს, რომ ფილოსოფიური თეოლოგიიდან ტრადიციული მეტაფიზიკური მტკიცებულებების განდევნა გვეხმარება იმის აღიარებაში,
რომ თავად მორალი გვთავაზობს ბევრად უკეთეს არგუმენტს ღმერთის არსებობისთვის, არგუმენტს, რომელიც იძლევა მორალურ უტყუარობას, რასაც ჩვენნაირი სასრული რაციონალური არსებები ეძებენ. მადლობას გიხდით მოსმენისთვის, შევხვდებით შემდეგში.